მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Regions სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სიდისის პატიმარს. უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით მიმართა ინფორმაციას წაია ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში იურისტები მიუთითებენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი ფუნდამენტური უფლებები. ბათუმელები ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ორჯერ ჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, ცოტა ხანში გაუშვეს და რამდენიმე საათში უკვე 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით დააკავეს. იურისტები მიუთითებენ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურ მოტივებს მიუთითებს. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაიგზავნა დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელშიც თავად ის მუხლები, ის ნაგუბები და არგუმენტები, რაც არის გამოვლენილი, მზია ამაღლობელის საქმეში ჩვენ ვიხილეთ სრულიად მთელმა საზოგადოებამ. პირველ რიგში ეს არის ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლი, რაც გულისხმობს იმას, რომ მზია ამაღლობელის მიმართებით დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი, იმიტომ რომ ყოველგვარი საჭიროების გარეშე მის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და ეს მოხდა სამჯერ. უკვე სამჯერ არის დღეის მოცემულობით ეს განხორციელებული. გარდა იმ მატერიალური უფლებებისა, რაზეც მე ვისაუბრე, ეს ყოველივე განხორციელდა ბოროტი მიზნით, რომელიც არ არის კონვენციაში გათვალისწინებული, მიზნით, რომელიც მათ რეალურ განზრახვას წარმოადგენს. ეს კონკრეტულ შემთხვევაში იყო მათ შორის მზიას სანიმუშოდ დასჯა იმ ქმედებისათვის და იმ ქმედებისათვის, რასაც მას, ესე ვთქვათ, ბრალად ცდებენ, ეს არის რეჟიმის ვინაიდან საპოლიციო ძალადობაზეა დაფუძნებული, ერთი მხრივ ამის გარანტირება, რომ პოლიციელებისთვის ეს იყოს სიგნალი, რომ ჩვენ არ დაუშვებთ არანაირ ქმედებას თქვენს მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის ის ნარატივი, რაც არის ნაყოლი, რომ თითქოს და თუკი სამედია საშუალება სიტყვაზე დონაციაზე მუშაობს, იგი არის მართული და ასე შემდეგ. ანუ ის არგუმენტები, რასაც თითქოს და არგუმენტები, რასაც თვითონ ამბობენ და ეს სრული პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც მიმართული ადამიანის სახელის და ღირსების შევახვისკენ და არანაირი მტკიცებულება და არანაირი საბუთი არ არის. კვიპაროსი, კამელია, ზეთისხილი და მარაო პალმა ახალციხის მერია 730 სახეობის მცენარის ყიდვას გეგმავს. ტენდერი 65,000-ზე მეტ ლარზეა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება ეკრანზე მითითებული ხეების შესყიდვა. ამავე დოკუმენტში მიუთითებენ, რომ შესყიდვის მიზანი ქალაქ ახალციხის ქუჩების გამწვანება და იერსახის გაუმჯობესებაა. წინადადებების მიღება 30 აპრილს იწყება და 2 მაისამდე გაგრძელდება. თანხის გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იგეგმება. 6 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი. ახალციხის ტაიკვანდოს კლუბი მამბას წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე. კლუბის ინსტრუქტორის ნინო გონგაძის თქმით, მოსწავლეები საერთაშორისო ტურნირში პირველად იღებდნენ მონაწილეობას და ყველამ საპრიზო ადგილები გადაინაწილეს. ჩამოვიტანეთ 6 პირველი ადგილი, 1 მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი. რაც პირველი ასპარეზობისთვის ჩვენი პატარა სპორტსმენების ეს მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პირველი გამოცდილება, რომ ჩვენი პატარა სპორტსმენები, ახალციხელი სპორტსმენები პირველად გავიდნენ საერთაშორისო ტურნირზე. და ყველა ბავშვი, ყველა წასული სპორტსმენი გავიდა საპრიზო ადგილზე. 2023 წელს პირველად ვიყავით სამცხე-ჯავახეთის სახელით სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წასულები მე და იასონ გელაშვილი. მაშინ გამარჯვებით დავბრუნდით მე და იასონი, მაგრამ 2025 წელს უკვე სულ სხვა ემოციით დავბრუნდით სომხეთში.
მაშინდელი გამარჯვება ჩვენი პირადი გამარჯვება არ ყოფილა, მხოლოდ ჩემი და იასონის პირადი გამარჯვება. მაშინ იასონი ჩემი მოსწავლე იყო და ჩვენ ამ გამარჯვებით მაშინ დავუდეთ საფუძველი სრულიად ახალ ერას, ასე ვიტყოდი. სამხედრო-ჯავახეთის ტაეკვონდოსთვის, იმიტომ რომ უკვე 2025 წელს იმავე ტურნირზე მხოლოდ მე და იასონი აღარ ვიყავით წასულები, ახლა უკვე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ვიყავით. ეს იყო ძალიან ძლიერი ბიძგი ახალციხის სპორტული განვითარებისთვის. ახალციხელმა ძლეოსნებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ზურაბ იაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ჩემპიონატზე. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ტურნირი ახალციხეში გაიმართა. სხვადასხვა მანძილზე რბენაში ახალციხის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ხობის, აბაშის, მარტვილის, ოზურგეთის, ბორჯომის, სამტრედიისა და გორის გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ფეის და ვებ გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.